მოგესალმებით. რამდენიმე კვირის წინ ევროკავშირში სკანდალმა იფეთქა. საქმე ეხება საჯარო ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვას. როგორც აღმოჩნდა, ევრობიუროკრატია არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, მათ შორის ევროკავშირში სადავო მწვანე პოლიტიკის ლობიზმისთვის და პოლიტიკური ოპონენტების გასაშავებლად იყენებდა. ევროკავშირის აუდიტის სასამართლომ გარდა საჯარო ფინანსების არამიზნობრივად ხარჯვისა, ასევე გამოავლინა ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულის გაუმჭვირვალედ ხარჯვა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი იტყობინება, ხშირ შემთხვევაში არ არსებობდა ინფორმაცია, თუ კონკრეტულად რომელი NGO-ები რა თანხებით ფინანსდებოდნენ. ის, რომ ევროკრატები ევროპელების ფულს საეჭვო მიზნებისთვის ხარჯავდნენ, ამის შესახებ დიდი ხანია საუბრობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ვიქტორ ორბანის თქმით, ევრობიუროკრატია ევროპულ არასამთავრობოებს უნგრეთში ხელისუფლების შეცვლის მცდელობებისთვის იყენებდა. არასამთავრობოების სკანდალი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროპის პოლიტიკური ელიტისთვის მთავარი პრიორიტეტი არა ევროპელი მოქალაქეები და მათი ინტერესები, არამედ Deep State-ის მიერ ნაკარნახევი ნეოლიბერალური დღის წესრიგია. ევროპა უკვე დიდი ხანია იქცა ყოფილ ევროპად. ყოფილი ევროპა დღეს აღარ ასოცირდება იმ ღირებულებებთან, რომელმაც ევროპა ოდესღაც ძლიერი და ბევრი ქვეყნისთვის მიმზიდველად აქცია. დღეს ევროგაერთიანება სრულად მოიცვა Deep State-ის მიერ თავს მოხვეულმა კრიზისებმა, რომელიც გამოიხატება უკონტროლო მიგრაციაში და მის შედეგად გაზრდილ კრიმინალში, ტრადიციული ფასეულობების ნაცვლად, LGBT პროპაგანდის აღზევებაში, ეკონომიკურ კრიზისში და ევროპელი მოქალაქეების ფულის Deep State-ის ინტერესების სასარგებლოდ ხარჯვაში. ასევე უკრაინის ომსა და გლობალური დღის წესრიგის მოწინააღმდეგე პოლიტიკური ძალების გაშავებასა და პოლიტიკური ველიდან გაქრობაში. გლობალური Deep State-ის გეგმა, რომელიც ევროპის როგორც მძლავრი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოთამაშის გზიდან ჩამოშორებას გულისხმობდა, განსაკუთრებით 2006 წლიდან გააქტიურდა. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელი იყო ევროპისთვის გარედან კრიზისების თავს მოხვევა, რაც საბოლოო ჯამში მის დასუსტებას გამოიწვევდა. ევროპის სიძლიერის საფუძველი ევროპული ღირებულებები და ამ ღირებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა იყო. ამიტომ მთავარი შეტევის ობიექტი სწორედ ევროპული ფასეულობები გახდა. ევროპული ღირებულებათა სისტემის დევალვაციამ შექმნა კრიზისი, რომელშიც დღეს ევროპა ასე ღრმად არის ჩაფლული, რომელმაც ევროპა ყოფილ ევროპად აქცია. ევროპის მთავარი ღირებულებითი საყრდენი ადამიანის უფლებები იყო, სადაც თითოეული მოქალაქის უფლება ეცხოვრა უსაფრთხო სოციალურ და ეკონომიკურ გარემოში თავად განესაზღვრა საკუთარი ოჯახისა და ქვეყნის მომავალი, ჩანაცვლდა ვიწრო ჯგუფის უფლებებით, Deep State-ის ინტერესებით. დღეს რიგითი ევროპელი იძულებულია მორჩილად შეეგუოს არალეგალურ მიგრაციას, რომელიც ქვეყნის შიგნიდან არღვევს 10 წლეულების განმავლობაში ნაშენებ სოციალურ გარემოს, რომელიც გაზრდილი კრიმინალის გამო უსაფრთხოებას ართმევს ევროპულ ქვეყნებს და მის მოქალაქეებს, იწვევს ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებებს, იძულებულია შეეგუოს ოჯახის ინსტიტუტის რღვევას, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში LGBT პროპაგანდის გავრცელებას. ევროპელი მოქალაქის უფლებების გარანტი დამოუკიდებელი მედია ევროპაში აღარ არსებობს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კი გამქრალია. ევროპული მედია სრულად კონტროლდება Deep State-ის მიერ და ხდება მისი ინსტრუმენტალიზება Deep State-ისთვის სასურველი პოლიტიკური ნარატივების დასამკვიდრებლად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად. დღეს ევროპაში ერთი აზრის დიქტატი მოქმედებს, სადაც LGBT პროპაგანდა პროგრესულობაა, უკონტროლო მიგრაცია ეკონომიკურად სასარგებლო და ადამიანის უფლებების დაცვა, ომი და სანქციები სამართლიანობისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლა. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლის ტრასი აცხადებს, რომ დიდ ბრიტანეთში თავისუფალი მედია აღარ არსებობს და ის სრულად იმართება Deep State-ის მიერ. თუკი ასეთი მაღალი დონის პოლიტიკოსი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვერ ახერხებს მისი მოსაზრებების მიტანას მოსახლეობამდე, რა შანსი აქვთ რიგით მოქალაქეებს კონტროლირებადი მედიის პირობებში საკუთარი უფლებების დასაცავად. როგორც ლის ტრასი აცხადებს, Deep State-მა დიდ ბრიტანეთში და შესაბამისად ევროპაში სიტყვის თავისუფლების საბჭოთა სტანდარტი შექმნა. ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ევროპულ კანონმდებლობას და ამ კანონების მიმღებ და აღმასრულებელ ორგანოებს.
ევროკრატები ბიუროკრატიული მექანიზმებისა და ფინანსური სანქციების მუხარით წევრ ქვეყნებს თავსახმებენ მავნებლურ საკანონმდებლო ინიციატივებს. სხვა რას უნდა მივაწეროთ თუ არა Deep State-ის ინტერესების მსახურებას, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის საქმიანობა, რომლებიც ნაცვლად ევროპელი მოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის ზრუნვისა და ევროგაერთიანების კრიზისიდან გამოყვანის მცდელობისა თითქმის ყოველთვიურად საქართველოს შესახებ აბსურდულ რეზოლუციებს იღებენ. ის რომ ევრობიუროკრატია სრულად არის აცდენილი ევროპის ინტერესებს და მხოლოდ Deep State-ის სასარგებლოდ მუშაობს, ევროკავშირის ბოლო გადაწყვეტილებას მოწმობს, რომლითაც ევროკავშირი ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ნაცვლად 800 მილიარდ ევროს ევროპის გადაიარაღებასა და უკრაინის დახმარებაში ჩადებს. ამ გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა ევროპის დედაქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები, თუმცა მათი ხმა ევროკავშირის პოლიტიკურ ელიტამდე არ აღწევს. ევროპელი მოქალაქე, მისი უფლებები და ინტერესები, როგორც მთავარი ღირებულება, ევროპაში აღარ არსებობს. ისინი ვიწრო გლობალისტური ჯგუფის ინტერესებმა ჩაანაცვლა, რითაც ევროპა ღირებულებებისგან დაცლილ Deep State-ის აგენტოკრატიის მიერ მართული ქვეყნების გაერთიანებად, ანუ ყოფილ ევროპად იქცა. Deep State-ის რებრენდინგისა და გლობალური დღის წესრიგისთვის დახარჯული რიგითი ევროპელების ფულის შესახებ ნახეთ ანი ნადირაშვილის სიუჟეტი. სალომე ზურაბიშვილი და უჩან ანუაშვილი რუსი პრანკერების ჩანაწერებში მოხვდნენ. ყოფილი პრეზიდენტი წუხს, რომ მესამე სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია გარედან სათანადო დაფინანსებას ვეღარ იღებენ. არის სამი ძირითადი სეგმენტი, რომელიც საჭიროებს მხარდაჭერას და რომელიც შეჩერებულია, შეწყვეტილია ან რაიმე მსგავსი. პირველი, ეს არის მასობრივი მედია, საშუალებები, მაგრამ განსაკუთრებული აქცენტით რეგიონულ მედიაზე. ეს არიან ის მედიები, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ფული სჭირდებათ. რადგან მცირედი თანხითაც კი ისინი ბევრს იზამენ. მეორეს რაც შეეხება, ეს არის პროფკავშირები. მესამე სეგმენტი კი, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება, ეს ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაციებია. ფინანსები ძირითადად მოდიოდა USAID-დან და ზოგიერთი ევროპული ფონდიდან. ევროპელები კი ძალიან აჭიანურებენ პროცესს. ისინი ამბობდნენ, რომ თანხა სამთავრობო პროგრამებიდან, რომლებიც სანქციების გამო შეჩერდა, მომართავდნენ სამოქალაქო საზოგადოებისკენ, მაგრამ ეს ამ დრომდე არ მომხდარა, ასე რომ ახლა კრიტიკული მომენტი დადგა. ყოფილი ომბუდსმენი კი არაოფიციალური შეიარაღებული ქვედანაყოფებისა და მასკიანი პირების არსებობას ადასტურებს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ასევე გვყავს არაოფიციალური ქვედანაყოფი, როგორც მაიდანზე უკრაინაში. არსებობენ სამოქალაქო პირები ნიღბებით, მაგრამ ასევე არიან ადამიანები კერძო დაცვის კომპანიებიდან და ისინი შეიარაღებულები არიან. ჩანაწერი იმდენად სკანდალურია, რომ ზურაბიშვილი დღემდე კომენტარს არ აკეთებს. აღმოჩნდა, რომ არანაირი ხალხი, ყველაფერი ქვეყნის გარედან ფინანსდება. ფინანსები ძირითადად მოდიოდა USAID-დან და ზოგიერთი ევროპული ფონდიდან. USAID საქართველოში და არა მხოლოდ აქ სხვადასხვა პროგრამებს აქტიურად აფინანსებდა. და მაშინ რატომ გაიჟღერა ამ ფრაზებმა ამდენად სკანდალურად? იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ძალიან ცხადად დაფინანსებული პროტესტის ავანგარდში მდგომი პირებისგან დადასტურდა, რომ USAID აფინანსებდა რადიკალიზმს და Deep State-ისთვის მიუღებელი ხელისუფლების შეცვლას ცდილობდა. დადასტურდა შავი ფულის მოძრაობა. ახლა USAID აღარ არის. ტრამპმა დახურა, ამიტომაც სალომე იძულებულია ფული რუს ოპოზიციონერებს სთხოვოს. თანაც ღია მინიშნებას აკეთებს. მშვიდობიანი გზით არაფერი გამოვაო. აქ პროტესტი არ წყდება. აქ პროტესტის კონსოლიდაციისა და გაგრძელების ადგილია, რადგან სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. ქუჩის პროტესტი ერთადერთი საშუალებაა. სხვა არაფერი რჩება, გარდა ქუჩაში გამოსვლისა, რომ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ. ჩემი აზრით, კრიზისი იმდენად ღრმაა, რომ მისი სხვა სტაბილური გზით გადაწყვეტა შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში მშვიდობიანი გზით. გამოდის, რომ კასპაროვს, ვისი სახელითაც მას პრანკერები დაუკავშირდნენ, სისხლიანი გადატრიალების დაფინანსებას სთხოვს. მზადყოფნაში ან ანუაშვილიც, მაიდნის სცენარისტვის, შეიარაღებული ხალხის ყოლიათ და ნიღბიანი აქტივისტებიც. ჩვენ მთელი რიგი პროექტები გვქონდა, რომლებსაც ასევე ამერიკის საელჩო, USAID, დემოკრატიის ნაციონალური სახლი აფინანსებდა, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სპონსორია. ასე რომ ამ კანონებმა ძალიან სერიოზული გავლენა მოახდინა. საერთო ჯამში კი საქართველოში არაპროგნოზირებადი სიტუაციაა. ქართული ოცნების ხელისუფლება განსაკუთრებით ხშირად აკრიტიკებდა USAID-ის მიერ მხარდაჭერილ პროგრამებს, რომელთა ბენეფიციარები რადიკალური ჯგუფები და არასამთავრობოები არიან.
პრემიერი ირაკლი კობახიძე. არიან კონკრეტული სუბიექტები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და რომლებიც მარტო ამ 4 წლის განმავლობაში ორჯერ ცდილობდნენ ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას. ასეთი რაღაცეები არ უნდა ხდებოდეს. რა თქმა უნდა, ვერავის მივცემთ ამის საშუალებას. ვერც ელჩებს, ვერც ჩინოვნიკებს და ვერც რადიკალურ ოპოზიციას, ვერც NGO-ებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან ასეთი პროვოკაციების მოსაწყობად. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ამერიკული, ევროპული თუ სხვა ფონდები საქართველოში იმიტომ შემოდიან და ფულს იმ პირობით ხარჯავენ, რომ იყვნენ ფარული და გაუმჭირვალე. ეს არის პირობა. ცდილობაა, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუონ. ამას NGO-ები აკეთებენ. უცხოური ფული ქართველი ხალხის მოტყუებაში იხარჯება. ამ კონტექსტში ჟღერდებოდა ტერმინი Deep State, რომელიც საკუთარი ინტერესების გატარებისთვის იყენებდა USAID-ს, NED-ს და სხვადასხვა ევროპულ ფონდებს. ეს ფონდები სხვადასხვა ქვეყნებში აფინანსებდნენ სხვადასხვა პროგრამებს. დაფინანსებას არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ოპოზიციური პარტიები ღებულობდნენ. დაფინანსების სოლიდური ნაწილი, როგორც მიღების, ისე მისი ხარჯვის ნაწილში გასაიდუმლოებული რჩებოდა. Deep State-მა წლების განმავლობაში შექმნა დიდი ქსელი და ამ ქსელზე მორგებული ინფრასტრუქტურა. ყველაფერი მის ინტერესებზე იყო აწყობილი. ამიტომაც მალავენ ამ ფულს როგორც გამცემი ფონდები, ისე მიმღები ორგანიზაციები. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო. ფინანსების რაოდენობაც, წარმომავლობაც, მიზნობრიობაც და ხარჯვაც. USAID-ის საიდუმლო საქმიანობის შესახებ ბევრი რამ მხოლოდ მისი რევიზიის შემდეგ გახდა ცნობილი. შედეგად პროგრამების 80%-ზე მეტი შეჩერდა. განკარგულებას პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი 2025 წლის 27 იანვარს მოაწერა. Deep State-ის შეიძლება ითქვას შავი ყუთი ილონ მასკმა იპოვა. მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში USAID შემოწმდა და მისი შეჩერების რეკომენდაციაც მაშინვე გაიცა. გაირკვა, რომ ისინი ჩართულები იყვნენ ყველაფერში. კონსტიტუციისა და საკანონმდებლო აქტების ინიცირებით დაწყებული და სკოლის სახელმძღვანელოების შედგენით დამთავრებული. გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების პროცესმა მათი ჩართულობისა და დაინტერესების ხარისხი ძალიან კარგად აჩვენა. პირველად 2023 წელს, შემდეგ 2024 წელს. USAID-მა და NED-მა საქართველოში რადიკალური აქციები დააფინანსეს მოლოტოვის კოქტეილებითა და ბარიკადებით რუსთაველის გამზირზე. პროცესში აქტიურად ჩაერთო ამერიკის მაშინდელი ელჩი საქართველოში. დეგნანმა გამჭვირვალობის კანონს რუსული უწოდა. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლებას Deep State-ის ფინანსურ გზავნილებზე კონტროლი არ დაეწესებინა. მათი ინტერესების განხორციელებას ხელი რომ არ შეშლოდა. კანონი ქართულმა ოცნებამ მაშინ მაინც მიიღო, თუმცა საკმაოდ რბილი ნორმებით. ახლა ხანს კი გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანეს. ვერც ერთი ორგანიზაცია გრანტს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვეღარ მიიღებს. ახალი რეგულაციების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე საფრანგეთის საელჩომ სამ ორგანიზაციას დაფინანსება სასწრაფო წესით გადაურიცხა. მათ შორის არის გიორგი კანდელაკის არასამთავრობო ორგანიზაცია და კანვასის ტრენინგების ორგანიზატორი. საფრანგეთის საელჩო წერს, რომ გამარჯვებული პროექტების მიხედვით ახალი ტურისტული მარშრუტები შეიქმნება და თუ ფული ტურიზმში ჩაიდო, რატომ გადასცეს მათი თქმით კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციებს ის კანონის მიღებამდე. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ამ საგრანტო ფულით ისევ რადიკალური პროცესები დაფინანსდება. აქციები, რომელიც 26 ოქტომბრის წაგებული არჩევნების შემდეგ ჩაეშვა, შედეგები არ მოაქვს. ამიტომაც უნდა გაგრძელდეს თანაც ბოლომდე. მაშინ სალომე ზურაბიშვილმა სხვათა შორის შედეგის დასადებად სახიფათო პროცესებში ჩასართავად ბავშვებსაც კი მოუწოდა და კონსტიტუციის დამრღვევი ყოფილი პრეზიდენტი მაშინ ამ რისკიან ნაბიჯზეც წავიდა. უნივერსიტეტების შემდეგ სკოლების ჯერია გამოუცხადონ სოლიდარობა საპროტესტო აქციებს მთელ საქართველოში. რა დაუჯდა USAID-ს ზურაბიშვილის ეს მოწოდება რთული სათქმელია. Deep State-ის ხელში USAID მართლაც იქცა სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მექანიზმად. ტრამპის ადმინისტრაციაში USAID-ის პროექტებს მავნე უწოდეს. თავად USAID კი დანაშაულებრივ ორგანიზაციად მოიხსენიეს, რომელსაც შეშლილი რადიკალები ხელმძღვანელობდნენ. Deep State-ის სამსახურში არა მხოლოდ ამერიკული სააგენტოები იდგა. შემოწმება მაჩვენა, რომ USAID-ის მსგავსად ევროპაშიც ბევრი საიდუმლო გარიგებები და დარღვევებია. ონლაინ გამოცემა ევროაქტივი ევროკავშირის აუდიტორების ახალ ანგარიშს აქვეყნებს. ამ დოკუმენტის მიხედვით NGO-ების დაფინანსების სისტემა საერთოდ არ არის გამჭვირვალე და ბრიუსელი ვერ უზრუნველყოფს თანხების მიზნობრიობის გაკონტროლებას. თუმცა როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ევროკავშირის კომისიას კონტროლის რეალური ბერკეტები არ გააჩნია. აუდიტმა 2021-2023 წლებში ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა შეამოწმა. ამ მოკლე პერიოდში NGO სექტორმა ევროკავშირისგან 7 მილიარდი ევრო მიიღო. თუმცა ამ ხელამხარდაჭერა ბევრ კითხვებს აჩენს.
აუდიტის ხელმძღვანელმა ლაიმა ანდრიკენემ ჟურნალისტებთან თქვა. აღმოვაჩინეთ, რომ ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ზედმეტად დახურულია და სათანადო გამჭვირვალობა აკლია. ევროკომისიამ სათანადოდ არ გაამჟღავნა ზოგიერთი ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული ღონისძიება, მაგალითად ლობირების აქტივობები. არ ტარდებოდა აქტიური შემოწმებები იმაზე, რამდენად იცავენ დაფინანსებული არასამთავრობოები ევროკავშირის ფასეულობებს. ეს ხარვეზების სერიოზულ რეპუტაციულ რისკებს უქმნის ევროკავშირს. სკანდალს პოლიტიკური შეფასებებიც მოჰყვა. ევროპის სახალხო პარტიის EPP-ის წევრმა თქვა: ეს ანგარიში ამყარებს ჩვენს კრიტიკას არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების საკითხზე. მწვანეების პარტიის წევრმა დანიელ ფროიდმა კი აღნიშნა: აუდიტორები მართალი არიან, როცა უჩივიან ევროკავშირის სახსრების განაწილების პროცესში გამჭვირვალობის ნაკლებობას, თუმცა ეს პრობლემა მხოლოდ არასამთავრობოებს არ ეხება. აუდიტის შემოწმებამდე ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მათი დაფინანსება უმნიშვნელო იყო, მაგრამ აუდიტის ხელმძღვანელმა ლაიმა ანდრიკენემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა: აქ უმნიშვნელო თანხებზე საუბარი არ არის. საქმე ეხება 2 წელიწადში 7 მილიარდ ევროზე მეტ თანხას, რაც ევროკავშირის ბიუჯეტის 4%-ია. არ არსებობს სანდო ინფორმაცია იმ ფურცელზე, რომელსაც ევროკავშირი უხდის არასამთავრობო ორგანიზაციებს. სკანდალის საგანი არა მხოლოდ NGO-შნიკების გასაიდუმლოებული დაფინანსება ხდება, არამედ მათი კვალი პოლიტიკაშიც. ეს კვალი ორმა ევროპარლამენტარმა საიდუმლო ხელშეკრულებებში იპოვა და თუმცა ევროპარლამენტარებს დარღვევების გასაჯაროების უფლება არ ჰქონდათ, ინფორმაცია მედიაში მაინც გაჟონა. მწვანელობის სკანდალზე ვრცელ სტატიას FTM-EU აქვეყნებს. როგორც გაირკვა, ევროკავშირის ლაივ პროგრამა ევროკავშირის გარემოს დაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს საიდუმლო ხელშეკრულების საფუძველზე აფინანსებდა. ეკოლოგიურ პრობლემებზე ორიენტირებული NGO-შნიკები კი საკუთარ ძალისხმევას გარემოს დაცვისკენ კი არ მიმართავდნენ, არამედ მწვანე პოლიტიკის ლობირებისკენ. ეს პრომოცია კი მოიცავდა არა მხოლოდ ეკოლოგიურ საკითხებს, არამედ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების ან კერძო ინტერესების მხარდაჭერას. გამოდის, რომ ეკოლოგიური არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ ინტერესებს უფრო ემსახურებოდნენ, ვიდრე რეალურ გარემოს დაცვით პრობლემებზე მუშაობდნენ. ერთ-ერთი ასეთი საიდუმლო კონტრაქტი ადასტურებს, რომ ბავარიულმა სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობის გიგანტმა BEIV-მა ასევე მიიღო მილიონობით ევრო კომისიისგან. იმავე ლაივ პროგრამის ფარგლებში. განგაში ატეხა უნგრეთში ევროკავშირთან ურთიერთობების მინისტრმა იანოშ ბოკამ. მისი განცხადებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაგან მრავალი ადრე ამერიკის დაფინანსებაზე იყო დამოკიდებული, აქტიურად ცდილობენ ევროპის პოლიტიკური სისტემის დესტაბილიზაციას. უნგრეთი ახლა მოითხოვს, რომ სრულად გასაჯაროვდეს ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დადებული ყველა შეთანხმება. ევროკავშირის ბოლო სამიტზე მინისტრმა ბოკამ ორი მნიშვნელოვანი მოთხოვნა წამოაყენა. ევროკომისიამ უნდა გაასაჯაროვოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ყველა შეთანხმება და წევრ ქვეყნებს მისცეს უფლება შეამოწმონ, ვის და რისთვის ეძლევათ დაფინანსება. ევროკავშირის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას უნდა დაუწესდეს ისევე მკაცრი გამჭვირვალობის სტანდარტები, როგორიც ბრიუსელი წევრ ქვეყნებისგან მოითხოვს. Deep State-ის მართვის მექანიზმი USAID-ის შეჩერებით შეფერხდა. თუმცა არ გაჩერდა. ახლა ევროკავშირი ცდილობს USAID-ის ადგილის დაკავებას. ისინი არა მხოლოდ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ცდილობენ გავლენის შენარჩუნებას, არამედ ევროკავშირის შიგნითაც. როგორც ვხედავთ იმ დემოკრატიული სტანდარტებისგან, რომელთაც ოდესღაც ევროპა ასე ამაყობდა, თითქმის აღარაფერია შემორჩენილი. რომელ დემოკრატიულ სტანდარტზე შეიძლება იყოს საუბარი, როდესაც ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფული არა მათივე ყოფის გაუმჯობესებას, არამედ Deep State-ის ინტერესების მომსახურებას ხმარდება. სადაც NGO-ები ნაცვლად საჯაროდ გაცხადებული მიზნებისა, ევროკრატების ხელში ზეწოლისა და ბულინგის ინსტრუმენტებად არიან ქცეული. სადაც მოქალაქეების არჩევანზე ქვეყნის გარედან შავი ფულით ზემოქმედებენ, გამჭვირვალობის ნაცვლად გაუმჭვირვალობას ლობირებენ, სადაც მოქალაქეს არჩევანს ართმევენ, პოლიტიკურ ლიდერებს კი არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ. ამ ყველაფერს ნამდვილად არაფერი აქვს საერთო ევროპის ფუნდამენტურ ღირებულებებთან. სწორედ ამიტომ მოვიხსენიებთ ჩვენ ევროპას ყოფილ ევროპად. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. გვიყურეთ კვირაში 4 ჯერ, 21 საათსა და 15 წუთზე. დროებით.